გამარჯობათ. დღევანდელი ვიდეო მინდა ორ ნაწილად გავყო. პირველი ნაწილი იქნება ახსნა არაბთა მიგრაციის მიზეზისა და მეორე იქნება გამოსავალი. თუ პრობლემა არ მოგვარდა, მაშინ არაბთა ეს ტალღა გადაივლის, გავაცოთ ახანი და სხვები მოგვადგებიან. ეს ვიდეო 2 და 3 წუთში ვერ ჩაეტევა, ამიტომ ბოდიშს მოგიხდით, მაგრამ შევეცდები წავიკითხო, იმიტომ რომ ის თემები, რაც შევარჩიე, ეს ამისი ცოდნა ყველას გჭირდება. საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი თავის თავს აღიქვამს მართლმადიდებელ ქრისტიანად. მოვინათლებით ხოლმე, ღმერთს ერთგულების აღთქმას ვუდებთ. აი ეს აღთქმა მინდა წაგიკითხოთ ნათლობის ტიპიკონიდან. განვეშორები ეშმაკისაგან, ყოველთა საქმეთა მისთაგან, ყოველთა მსახურთა მისთაგან, ყოველთა ანგელოზთა მისთაგან და ყოველთა სიბილწეთა მისთაგან. და შემდეგ სამჯერ შევაფურთხებთ ხოლმე ეშმაკს. Ფუ ეშმაკს. ნათლობიდან რამდენიმე საათში გვავიწყდება რა დაუპირდით ღმერთს და ვიწყებთ ცოდვით ცხოვრებას. ზოგი ასე ვაფრენთ, ზოგი ისე ვაფრენთ. სამება ღმერთის ენერგიას ეწოდება მადლი. ეს მადლი გვეძლევა ხოლმე ნათლობაში. ამ მადლს ვიღებთ და შემდეგ მუდმივად ვწოდავთ. უმადლობით ვიფიტებით. ცოდვით ჩვენგან გამდევნით ხოლმე სულიწმიდის მადლს. ვიფიტებით, ვბოროტდებით, ვმახინჯდებით. გვიმახინჯდება რეალობის აღქმა. ქართველი ქართველს აღიქვავს მტრად, კონკურენტად და თავისი ბოროტება რომ შეფუთოს, მერე ვიღაცა უცხოელს უცინის. სტუმართმოყვარე ხალხი ვართო. მადლის დაკარგვასთან ერთად იკარგება სიყვარული. სიყვარულის დაკარგვასთან ერთად იკარგება ერთობის განცდა. ხდება საზოგადოების ფრაგმენტაცია და ატომიზაცია. და ვართ მერე ყველა ცალ-ცალკე, ჩვენთვის. ფრაგმენტაციის ინიციატორი არის ეშმაკი. ის აფიქსირებს ამ ფრაგმენტაციას და თამამად გადმოდის შეტევაზე. პირადადაც და თავისი მორჩილი ადამიანების გამოყენებითაც. სვავთ, ვეწევით, ვიგინებით, ერთმანეთზე ვაწყობთ მზაკრულ გეგმებს და მერე გვიკვირს, რომ სულიწმიდის მადლი გვტოვებს და ეშმაკი ცხვირპირში გვირტყავს. ჩვენ ვიცით სახარებიდან, რომ ყველა მთავრობა არის ღვთისგან დადგენილი. რატომ ხდება მას, რომ ყველა შემდგომი მთავრობა წინა მთავრობაზე უარეს საქმეებს აკეთებს? ჩემს ბავშვობაში ეს არის 80-იანი წლები. ჩემს სოფელში ღობეები არ არსებობდა. უბრალოდ ნაკვეთები გადატიხრული იყო, რომ საქონელი მეზობლის ეზოში არ გადასულიყო, არაფერი გაეფუჭებინა. დღეს ეს არის 3 მეტრიანი დერეფნები ვიდეო კამერებით. ვერავის ვერ ენდობი, ბავშვობის მეგობარი გაყიდის, ყველა იტყუება. 2000-იან წლებში, ჩემი სტუდენტობის პერიოდში, მახსოვს, ქალები ჩუმად ეწეოდნენ ხოლმე სიგარეტს, არავის დაენახა. დღეს ჯიპიან ბებოსთან არაფერი უნდა წამოგცდეთ, თორემ 9 თაობას ამოგიტრიალებთ. კიდევ უარესი, ქართველი კაცი 1000 ლარს იხდის, რომ მანქანის ნომრებად 6-იანები აიღოს. ანუ ქართველი ბოროტებაში იზრდება. როგორღაც უნდა ყველამ გავიგოთ, რომ ცოდვა ეს არ არის სათამაშო რამ. ცოდვა მოქმედებს პირველ რიგში სულზე, ადამიანს ასულელებს, აჩლუნგებს და გარეგნობასაც კი უცვლის. დალევა, მოწევა, მზაკრობა, ერთმანეთის ჭამა, ეს არ არის თამაში. ადამიანი მადლს კარგავს, სულიწმიდას
ეწოდება სიბრძნის სული. კარგავს ამ სიბრძნეს მადლთან ერთად და აზროვნების უნარი უკვე ითდება. არსებობს ასეთი გამოთქმა: მეხუთე ქმარი ყბაში რომ გირტყავს, ყბა არისო დამნაშავე. ჩვენი დაკანონებული ცოდების გამო ქართველი კაცები და ქალები სამყაროს ისეთად ვეღარ აღიქვავენ, როგორიც ის არის სინამდვილეში. ძალიან ცოტა აღიქვამს თავის თავს ქვეყნის მიმართ ვალდებულად. ჯერ თვითონაა, მერე საქართველო. იქნება სადღაც ღმერთიც გაახსენდეს. ანუ ჩვენი პატრიარქის ნათქვამი, ღმერთი, სამშობლო და ადამიანი, ეს არის ხოლმე ზუსტად პირიქით. უმადლობის გამო, დაქვეითებული აზროვნების უნარის გამო, მანქანებზე, მოგზაურობებზე, რესტორნებზე, კაზინოებზე, პატრონიან და უპატრონო ძაღლებზე ფული ყოფნის და საკუთარ შთამომავლობაზე არა. ჩვენი პატრიარქი, მე ესე მახსოვს, თავისი მშობლების მეშვიდე შვილია. და უცხოელები ხედავენ ამას. ულამაზესი ქვეყანა, სადაც ერი თავმოყრილია ძირითადად ორ პატარა ქალაქში, ეს ჩვენთვის არის დიდი თბილისი. მაგრამ სინამდვილეში პატარაა მათთან შედარებით. და ათობით და ასობით კილომეტრი ცარიელი მინდვრები. სოფელი, სადაც შეიძლება რამდენიმე კაცი ცხოვრობდეს. ქართველები ყველა თავისთვის ზღვა აქვთ, მაგრამ ვერ ვითარდებიან, იმიტომ რომ ყველა თავის პირად ინტერესს ქვეყნის ინტერესზე წინაყენებს და ამ საყოველთაო ეგოიზმის გამო 50 კილომეტრიანი სამაჩაბლო და 150 კილომეტრიანი აფხაზეთიც ვერ დაუბრუნებიათ. მანქანას აწერენ ხოლმე, იყიდება სასწრაფოდ. რეალურ მყიდველთან ფასზე მოურიგდებითო. რაღაც ასეა ჩვენი საქმე. სიკვდილიანობა და ემიგრაცია რამდენჯერმე აღემატება შობადობას. 150 წელიწადში, როცა აბორიგენების, ანუ ჩვენი, გადაშენების პერსპექტივა დადგება, შვენიერი სათამაშო მინდორი ექნებათ. ეს ისეთი შეთავაზებაა, არაბი რომ არ მოსულიყო, აფრიკიდან ჩამოვიდოდნენ. კაცს რომ უთხრა, ჩემს მიწაზე, შენთვის აიშენე სახლი და მე და ჩემი შვილები მონებად დაგვიყენეო. ვინ იტყვის ამაზე უარს? ისინიც მოდიან. ის რომ ქართულ საზოგადოებაში არ მოხდება მათი ინტეგრაცია. ეს მათ ჩვენზე უკეთიციან. ამიტომ შენდება ორი დახურული ციხესიმაგრე სტრატეგიულ ადგილებში. შემდგომი ექსპანსიისათვის. ქართველებმა როგორღაც უნდა გავიაზროთ, რომ ღვთისა და ერთმანეთის მეტი ჩვენ არავინ არ აყავს და თავს დავაძალოთ, რომ ქვეყნის ინტერესები წინ დავაყენოთ ჩვენ პირად ინტერესებზე. ეს ჩვევა ეგოიზმისა მოდის ჩვენი ოჯახებიდან, ეს ჩვენი მშობლებისგან ვისწავლეთ და სკოლებიდან. როგორ ამოვიცნოთ პირად ცხოვრებაში, გინდ ბიზნეს ურთიერთობებში, გინდ სახელმწიფო მმართველობაში დასაქმებული ადამიანებში, ეგრეთ წოდებული მთლემარე უჯრედები. ადამიანები, რომლებიც შეიძლება ნებისმიერ მომენტში მიზეზი გახდრენ ღალატისა და ქვეყნის უბედურებისა. როგორ ამოვიცნოთ ასეთები 10, 20, 30 წლით ადრე? თუ ადამიანის გონება ღმერთს ვერ ხედავს, თუ ადამიანს ღვთის კანონი ფეხებზე კიდია, თავისი საკუთარი კანონები აქვს, ღმერთმა რა თქვა არ აინტერესებს, ისედაც კარგი ადამიანია. უბრალოდ დროის ამბავი იქნება ისეთი საქმეები, რომლებსაც თქვენ ვერც კი მოიფიქრებდით. სანამ ადამიანი იმყოფება ღმერთის მოღალატის სტატუსში, ის ვერ შეძლებს, რომ იყოს
თავისი სამშობლოს და თავისი გარშემომყოფების ერთგული. როგორ მოვიშოროთ ეს პრობლემა? გადაწყვეტა, სამომავლოდაც. უფალი რომ მოვიდა, პირველი სიტყვა ასეთი იყო, მოინანიეთ. ნუ თუ მეტი პრობლემა არ იყო პალესტინაში მაშინ, 4-ად გაყოფილი ისრაელი ხარკს უხდიდა რომის იმპერიას. და უფალი ამბობს მოინანიეთ. რა მოვინანიოთ? ჩვენი დაკანონებული და ლამაზად შეფუთული ბოროტებები. როცა ლოთობას ვეძახით სტუმართ მოყვარეობას. ერთმანეთის ჭამას ვეძახით სამართლიანობას. როცა ეშმაკებივით თავაწეულები დავდივართ და ვიძახით რომ ვართ ღირსეული ადამიანები. უფალმა თქვა ეშმაკს ვერ გააგდებთო ლოცვის და მარხვის გარეშე. ესე იგი ეშმაკს ვერ გავაგდებთ ლოცვის და მარხვის გარეშე. ორ კვირაში იწყება შობის მარხვა. ამიტომ ვინც არ მარხულობთ, დაიწყეთ მარხვა. ვინც არ ლოცულობთ, 3 ლარი ღირს ლოცვანი. იყიდეთ და დაიწყეთ ლოცვების კითხვა. ღმერთს გამოუთხოვოთ ჩვენი და ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობა. აღსარება თქვით, ეზიარეთ. ღმერთის მადლი, ღმერთის ენერგია დაგვანახებს, როგორ ვიმოქმედოთ, როგორ ვიბრძოლოთ სწორად. რამდენიმე წლის წინ დავაფიქსირე, რომ საქართველოში ყოველ მარხვაში ომი იწყება, ნებისმიერი მომიზეზებით. ხსნილში შედარებით სიმშვიდეა. მარხვა დაიწყება და ვაი უშველებელიც იწყება ხოლმე. ასე რომ სავარაუდოდ 7 დეკემბრამდე დაიწყება მღელვარება, კერძოდ 28 ნოემბრიდან. არ ვიცი რატო, მაგრამ რახან მარხვა 28-ში იწყება, ესე იგი 28-დან დაიწყება ომი. დაპირისპირება რა თქმა უნდა. მშვიდობიანი. ეს არ იქნება დაპირისპირება ეგრეთ წოდებულ ბიზნეს დაჯგუფებებთან. არამედ უპირველესად იმ სულებთან, რომლებიც ამ ადამიანებში მოქმედებენ. ზოგადად არაბების ეს მიდრეკილება მიგრაციისა მოდის მათი რელიგიიდან. ისლამის შემოქმედის სულის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა მსოფლიოს ისლამიზაცია. როგორ გაკეთდება ეს, მეათეხარისხოვანია. იქნება ტოლილობის მომიზეზება, ინვესტიციების მომიზეზება, პირდაპირ ინტერვენცია, ეს სულ ერთია. თავარია ნელ-ნელა გადასახლდნენ და მერე იქაური არაბები დაიწყებენ საერთაშორისო ასპარეზზე აქაური არაბების ინტერესების დაცვას. მოვემზადოთ ბრძოლისთვის სწორად. ლოცვით, მარხვით, აღსარებით, ზიარებით. საკუთარი თავის გამოსწორებაზე მუშაობით. რომ აღარ უცოდოთ. ერთმანეთის გაფრთხილების შესწავლით. ის ქართველი, რომელიც თქვენ არ მოგწონთ, რომელიც დგას მეორე მხარეს. ის კი ასეთია, მაგრამ იმას შეიძლება ჰყავდეს ქართველი შვილი, რომელიც მერე თქვენ მხარეზე დადგება, საქართველოს მხარეზე. ამიტომ გაუფრთხილეთ ერთმანეთს მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა. თუ ამას არ გავითვალისწინებთ, ისლამის უხილავი შემოქმედი ჩვენშიც დაიწყებს მოქმედებას. თუ საკუთარი თავის გამოსწორებით ღვთისკენ მოვბრუნდებით და ღმერთის კეთილგანწყობას მოვიპოვებთ. არაბეთის უხილავი პრინცი მალე გაიქცევა და თავის მორჩილებსაც თან წაიყვანს. ჩვენ კი ღმერთს ვებარებოდეთ.